აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშვიდობის დამყარებისათვის მთავარი დამაბრკოლებელი ძალა რუსეთია. ეს არის ციტატა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუციიდან, რომელსაც მოსკოვის მწვავე რეაქცია უკვე მოყვა, მაგრამ კრიტიკას მოსკოვი მუქარით პასუხობს და ყველას ახსენებს, რომ წინ ზამთარია სითბო, გაზი, დენი და შუქი კი საჭირო კრიტიკის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული შეიარაღება იზრდება, რუსი მესაზღვრეები ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მავთულხართების გასავლებად ეზრდებიან. ახალგორთან კი ცოცხალი ძალა მატულობს. ნოდარ მელაძე თემის დეტალებით. ეს არის რუსული კარვების ქალაქი სოფელ ახმაჯისთავზე, საიდანაც ოკუპანტები უკვე ქართულ სოფლებსაც აკონტროლებენ. აქედან პირდაპირ ხედვით თბილისამდე მხოლოდ 22 კილომეტრია. ამ კარვების გაშლით ახალგორში FSB-ს ჯარებმა სტრატეგიული სიმაღლეების დიდი ნაწილი დაიკავეს და ოკუპირებულთან ერთად მათი ხედვის ზონაში თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიებიც მოხვდა. ტერიტორიაზე, რომლის გადაღებასაც დღეს რუსი მესაზღვრე კრძალავს, უკვე განათავსეს რუსული FSB-ს საკონტროლო გამშვები პუნქტი. რამდენიმე კვირაშია გამკაცებული საპასპორტო კონტროლი დაიწყება. ამ შლაგბაუმსა და ქვიშის ამტომრებს ოკუპირებული ახალგორის გარშემო მალე რუსული FSB-ს ახალი საზღვარი შეცვლის. ოკუპანტები მიტაცებული სოფლების პერიმეტრზე მსგავსი სახის მართულხლართებსა და სიგნალიზაციის ამ სისტემას დაამონტაჟებენ. ნებისმიერი შეხების შემთხვევაში სიგნალიზაცია ჩაერთვება და გლეხი, რომელიც მშობლიურ სოფელში მიდიოდა, სოფლის ნაცვლად უკვე ციხეში აღმოჩნდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეერაღებული ძალების შეყვანის გამო რუსეთი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკის ობიექტი გახდა. უკვე მზად არის რეზოლუციის პროექტი, სადაც წერია, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციას ახდენს და სიტუაციას რეგიონში კიდევ უფრო ძაბავს. საქართველოს უსაფრთხოების საკითხი რჩება ისევ რთული, ისევე როგორც ეს აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთი არის რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ძალა. ის ზრდის სამხედრო კონტინგენტს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა ისევ გადაიზარდოს დაპირისპირებაში. ეს გახლავთ ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, იქნება ალბათ სახელმძღვანელო საომავლოთაც ტალეამინის დასკვნას ეყრდნობა დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს მონიტორების გაძლიერება, მათი ფუნქციების როლის გაზრდა და იმავდროულად სრულიად სასახად არის ნათქვამი, რომ ერთადერთი დამაბრკოლებელი მშვიდობის მიღწევისა რეგიონში გახლავთ რუსეთის ფაქტორი. 27 პუნქტიანი რეზოლუცია, რომელიც ედინბურგში 12 ნოემბერს უნდა დაამტკიცონ პორტუგალიელმა მომხსენებელმა მოამზადა. დოკუმენტში აგვისტოს ომის შედეგებთან ერთად საქართველოს ნატოს ურთიერთობებზეც არის საუბარი. მომხსენებელი წერს, რომ თბილისმა ალიანსის მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შეასრულა. დოკუმენტის ავტორები სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობას დაწყებული რეფორმების დასასრულებლად საქართველოს დახმარებას თხოვენ. საქართველოს გაწევრიანება ნატოში არის გარდაუვალი პროცესი. საქართველოს უნდა განაგრძოს თავისი რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ვალდებულებების დიდი ნაწილი არის შესრულებული, მაგრამ აუცილებელია, რომ რეფორმები გაგრძელდეს. უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. აუცილებელია გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და მედია უფრო დამოუკიდებელი სუბიექტი უნდა გახდეს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ქართველი დეპუტატებისათვის შენიშვნების ერთი ნაწილი მისაღებია, თუმცა ისინი ითხოვენ, რომ რეზოლუციის ტექსტი რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდეს. თბილისი ბრიუსელში შესწორებების პროექტს რამდენიმე დღეში გადააგზავნის. უნდა იყოს მსჯელობა სწორედ ამ დოკუმენტზე და ამასთან მიმართებაში ყველა ის ცვლილება იგივე რეფორმები არა მარტო თავდაცვის ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ნაწილში, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი შენიშვნები, ჩვენი მოსაზრებები და საბოლოო ჯამში მიღებული დარწმუნებული ვარ, მიღებული იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დროს საკუთარი ქვეყნის კრიტიკის მოსმენა დარბაზში რუს დეპუტატებსაც მოუწევთ, რის გამოც მოსკოვი რეზოლუციის ტექსტის შერბილებას ითხოვს და დოკუმენტის ავტორებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ყველა საპარლამენტო ასამბლეაში გულანძღავენ. გინდეს ეუთო იყოს, გინ ნატო ან სხვა, მაგრამ არ გვეშინია. რიტორიკა არის რიტორიკა, საქმე კი საქმე. ხმამაღალი რიტორიკის უკან არაფერი დგას. წიხომცივი ზამთარია და რუსული ენერგორესურსები ყველას უნდა. დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ნატოს წევრებზე რუსეთის გავლენას ეხება. საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციაში წერს, რომ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება დაადოს ვეტო საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. დეპუტატები საკუთარი ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვენ ალიანსის გაფართოების საკითხების განხილვის დროს არ მოექცენ გარეპოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ.